ორი კაცი თამაშობს ჭადრაკს. ჯამში ითამაშეს 5 ხელი და ორივე მოიგო 3-3 ხელი ჭადრაკი. ეხლა შენ უნდა მითხრა როგორ მოხდა ეს. ამ კითხვაზე თუ პასუხს გამცემ, გადმოგეცემა ეს ულამაზესი ბუსკვერცხები. გიყვარს ბუსკვერცხები? არ გიყვარს ბუსკვერცხები? არ გიყვარს ბუსკვერცხები? ბავშვი არა. ბავშვი არა ხარ? რამდენი წლის ხარ? 9 ხარ და ბავშვი არ ხარ? რამდენი წლის უნდა იყოს ადამიანი, რომ იყოს ბავშვი? 4. 4-ის? ბავშვობა არის ყველაზე მაგარი რაღაც, რაც არსებობს, დამიჯერე. ამიტომ ჩემ ცხოვრებაში არა. არა? რატო რა ხდება? არაფერი. არ გიყვარს ბავშვობა? არც ძალიან. როგორ? ვიტანჯებ. რატო იტანჯები მითხარი, აბა? იმიტომ დავალებებს გაძლევ იმოწერ. დავალებებს გაძლევს, სწავლა არ გიყვარს? კი, მაგრამ მეზარება. კიდე რატო არ მოგწონს შენი ბავშვობა? არაფრის გამო რა. უბრალოდ არ მოგწონს ბავშვობა? არა. თუ ბავშვი არც ხარ? არ არის, დაიმახსოვრეთ, ეს არ არის ბავშვთა კომენტარებში არ დავინახო ვინმე დაუწერთ რომ ბავშვი ხარო. ხო, ეხლა კითხვაზე გამეც პასუხი. აი ბავშვი რო იყო, არ მოგთხოვდი პასუხს, მაგრამ რახან ბავშვი არ ხარ, უნდა გამცე პასუხი. თან ბუსკვერცხების არ მოსწ, რა თქმა ბუსკვერცხი. ან აღიარებ რომ ბავშვი ხარ, ან პასუხს მეუბნები. აღიარებ მე ბავშვი ვარ. აღიარებ რომ ბავშვი ხარ? ესე მალე როგორ შეიცვალე აზრი გოგო? აქ რამდენი ვილაპარაკე რომ ბავშვი არ დაუძახოთ მე. აჰა შენ ბუსკვერცხი მოკლედ და გახსენი. შენ კი არ გიყვარს ბუსკვერცხი, მაგრამ გახსენი ნახოთ რა არის. რა არის, ხო, ფუფ, რა არის. კაი, მე წავიღებ ხო ამას არ გინდა შენ. ამოვიდა ესეთი ულამაზესი სათამაშო და რა თქმა უნდა ლავლავი.